ვა, ეს არის სტალინის კაბინეტიდან ეს ტელეფონი. მირეკავს. ეხლა ვინ მირეკავს? Алло. Я вас приветствую, Владимир Владимирович. Да, завтра у нас выборы, да. Да, все будет сделано по вашему приказу. Останется прежнее правительство. Спасибо. Я отвечаю вас с телефона Иосифа Виссарионовича. მოგესალმებით მეგობრებო. ეს განცხადება მინდა გავაკეთო ორენოვანი იქნება დღევანდელი ჩემი ვიდეო, იმიტომ რომ ეს არის რუსულ-ქართული სტამბა, რომელიც მდებარეობს ავლაბარში. ძველი სტალინის დროინდელი სტამბა, ავლაბრის სტამბა ქვია ამას. Да, იმიტომ მინდა русулатас თქვა. Мы находимся на Авлабаре. Дорогие мои зрители, я хочу вам показать старую тифлисскую сталинскую стамбу, когда здесь готовилась революция. Потому я буду говорить на двух языках, на грузинском и на русском. Დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დავიწყოთ დათვალიერება. დღეს არის 3 ოქტომბერი, მეგობრებო. რაღაც სიმბოლურად ემთხვევა ხვალინდელ 4 ღრიბს. არანაირი იმას არ ვიცი, მაგრამ ეს სტამბა იყო შექმნილი რევოლუციისთვის, რაღაცა დავამტყვი აქეთ ხარეს გავიარე ამ ქუჩაზე და მოვინდა მე ამის გადაღება. Ну, пойдем и посмотрим, уже зайдем мы внутрь и посмотрим. Все, я вам покажу, что здесь происходит. Старая стамба. Завидите. В общем, мы уже зашли вовнутрь музея. Мы познакомились здесь с очень хорошим человеком, кто смотрит за этим музеем. И он нам объяснил, что здесь две стороны. Значит, старый музей и новый музей. Ну, последний новый. Ну, как бы не новый, но тот самый старый во время революции. Мы начнем показ более с новой стороны музея. ესე იგი შემოვედით ჩვენ და ბევრს არ შეგაწუხებთ რუსულ ენაზე, უბრალოდ რომ იცოდნენ ჩვენ მეგობრებმა, რას ვიღებთ, ჩვენ აქ გავიცანით ძალიან კაი ადამიანი, ვინც უყურებს ამ შენობას, ამ მუზეუმს და აგვიხსნა რომ აქ არის ორი სივრცე. ანუ ერთი ითვლება როგორც ახალ სივრცეთ და მეორე ითვლება უკვე ძველ სივრცეთ, სადაც აი სტამბა იყო და ჭიდან ჩადიოდნენ სტამბაში და მე იქ იყო ორი გასასვლელი ესეთი, სადაც სტამბის ფართები იყო და ეს სტამბის თვითონ დანადგრები და სადაც იბეჭდებოდა პროკლამაციები, გაზეთები და ასე შემდეგ. ესე იგი ეს არის შემოსასვლელი, დრო რო არ გაგვეწელოს, აბა ავიდეთ ზემოთ. Это более современное время это сделано. Вот, вы видите, здесь собирались они. Аяк, იკრიფებოდნენ, სხვადასხვა კრებები ტარდებოდა. ეს არის შედარებით ახალი სივრცე, შედარებით. ესაც ძველია, მაგრამ აი ესეთი ძველი ფოტოებია შემონახული. აი საინტერესოა, აი მომწონდით მეგობრებო, გამომყევით. აი ეს არის ძველი გაზეთები. ნახეთ. აი ეს ოპერატორმა სახელწოდება გაზეთის ბრძოლა. ბრძოლა საჭირო. ყოველთვის არის საჭირო ბრძოლა. ნახეთ, რა საინტერესო გაზეთებია. აი ესეთი გაზეთები იბეჭდებოდა, აქ შემონახულია, როგორც აგვიხსნეს, აქ იბეჭდებოდა სომხურ, აი სომხურ ენაზეც არის, სომხურ, რუსულ, ქართულ ენაზე იბეჭდებოდა ეს პროკლამაციები და გაზეთები. ხო, აი გაჩვენეთ ეს მეგობრებო, ეს უფრო თანამედროვე დროს გაკეთებული სივრცეა და ეხლა გადავინაცვლოთ ნამდვილ ძველ სტამბაში, სადაც იბეჭდებოდა
აი ეს газетები რო გაჩვენეთ ეხლა ჭაარი ესეთი ძალიან საინტერესო ადგილია. Мы посмотрели, значит, вот более современное время сделаны, это комната, сторона современная. И сейчас мы переходим более вот старая, когда эта революция готовилась, настоящую старую Стамбул. Пойдемте посмотрим. არ ვიცი, აბა ვნახოთ. არა ის იქ არის. აბა აქ რა არის, ვნახოთ. აი სარდაფში ჩასასვლელია. სარდაფში ძალიან საინტერესო სარდაფი აქვს, ძველი ნივთები ინახება, მაინც ჩავიდეთ, აბა. აქ უკვე აქ შეიძლება ცოტა რომ ვიხუმროთ კიდევაც შეიძლება სტალინის სულიც დაგხვდეს სტალინის სული აქ ძველი ნივთები ინახება კომუნისტების რომელი წიგნებია და სხვადასხვა ესეთი ძველი ნივთები ინახება ეს არის სარდაფი ეს ის ადგილი არ არის რაც გითხარით სადაც უნდა გადავინაცვლოთ ეს ისე სარდაფის საწყობია აქ რა პლაკატებია და სხვადასხვა ატრიბუტიკა, კომუნისტური დრონდელი ატრიბუტიკა. ეს არის სარდაფი. აბა გადავიდეთ განსწროთ ახლა და ვნახოთ ის ჭა სადაც არის. მე მგონი ეზოში უნდა გავიდეთ. ტელეფონი ნახე. ნუ ეს ფართი ახლა შემოვედით აქ. დირექცია იყო ადრე ალბათ. თვალი გულის სარკიაო, მაგარი სიტყვებია. ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს. იაფი ყველაზე ძვირიაო. აი ეს არის მაგარი, აი ეს არის მაგარი, ნახეთ. მეგობრებო, რა მაგარი სიტყვებია. ისეთი ხიდი გაზდე, რომ შენმა შვილიშვილმაც ზედ გაიაროს. ძალიან მაგარი სიტყვებია რა, აი ძალიან. მაგარი სიტყვებია, ეს კაბინეტი იყო, მეგობრებო, კაბინეტი, დირექცია იყო აქ ადრე, ამ მუზეუმის და აბა გადავინაცვლოთ იმ ეზოში, ახლა გარეთ უნდა გავიდეთ, წავიდეთ აბა ეზოში გადავიდეთ ახლა. Значит, продолжаем мы смотреть этот музей, старый сталинский музей, повторяю, который находится на Авлабаре. Შემოვედით ამ ეზოში, ვაგრძელებთ გადაღებას. ეს არის. მოკლედ ეს არის ეზოში. ეხლა გაჩვენებთ ამ ჭას, ძალიან საინტერესოა. Я сейчас покажу вам колодец. Тайный колодец. Ай нахет. ეს არის ჭა. აი ნახეთ ჭა. წყალი არის კიდე. Ки. Ай нахет. Вот это колодец. Отсюда заходили революционеры, на ведро садились, спускались на 15 метров, вода была 17 метров, на 2 метра меньше было. И оттуда был специальный туннель сделан. Тайный вход, туннель. Ესე იგი, როგორც აგვიხსნა ჩვენ ამ ფართს ვის ყურადღებას აქცევს ბატონი სოსო,
აი ნახეთ როგორი სისტემა იყო. 17 მეტრზე იყო გათხრილი ჭა, 15 მეტრზე იყო, ვედროებით ჩადიოდნენ. აგერ ვედრო არის ჩამოკიდული. რევოლუციონერები ვედროებით ჩადიოდნენ 15 მეტრზე და შედიოდნენ მე აი ამ სტამბის ოთახში. ამ ოთახებსაც გაჩვენებთ. ორი სივრცე იყო, სადაც თვითონ სტამბის დანადგრები იყო დამონტაჟებული და იქ იბეჭდებოდა ეს გაზეთები. აი აქ იყო ეს ჭა, ვოთ, კალოძიც. Значит, с колодца прямо выходили, и мы показываем сейчас ту площадь, где они заходили. Ეხლა გაჩვენებთ ჩვენ იმ ფართს, საიდანაც ამ ჭის შემდეგ მერე გადიოდნენ და იქ იდგა ეს სტამბის დანადგრები, სადაც იბეჭდებოდა ეს გაზეთები. აი ეს ეზოა, მეგობრებო, ამ მუზეუმის это двор. ესე იგი აი იმ ფართიდან, სადაც პატარა ესეთი სათავსოა, მანდარი ჭაა და მაგ ჭიდან რო ჩადიოდნენ ქვემოთ აღმოჩნდებოდნენ აი აქ, აი ნახეთ აი აქ არის უკვე დაზგები, სტამბის дазгები. Вот с колодца прямо выходили внутри стайного входа и попадали вот в эту сторону, вот смотрите, уже станок там, подпольный станок. Мы постараемся туда попасть. Შევეცდები რომ ჩავიდე იქ. რო გაჩვენოთ ეს სტამბა, აი ამ ოთახში ეს განლაგებული. ეს ალბათ უკვე მერია შემდგომ პერიოდში გაკეთებული, ეს ფართი სავენტილიაციო სივრცეა რა, ჰაერის ჩასასვლელი. ეს არ იქნებოდა ეს ადრე. და ეხლა ჩავიდეთ, აბა შევეცადოთ რო ეგ სტამბა ვნახოთ. აბა ჩავიდეთ. შევეცდებით რომ ჩავიდეთ დაბლა. და უკვე ადგილზე გაჩვენოთ ეს ყველაფერი. Не спускаемся вниз. Это очень интересное место. ძალიან საინტერესო ადგილია, მეგობრებო. ნახეთ როგორი ხვეული კიბეებია. მაგარი სიღრმეა. მაგარი სიღრმეა. ეს სადმოვედით, კაცო. ჩვენ ჩამოვედით დაახლოებით ალბათ 10 მეტრზე ჩამოვედით ზემოდან. და მოვხვდით ამ სტამბის ოთახში, ნახეთ რეები აქ რა საინტერესო ადგილია, როგორი სარდაფია, რა სინესტია, როგორი აკუსტიკა ხმის. ნახეთ რა საინტერესოა. რა საინტერესო რაღაცა, მართლა აი მოვინდომებდი რომ ესეთი რაღაცა მენახა და ვნახე, მეგობრებო. აი ნახე. უძველესი სტამბა. აი აქ, აი нахეთ თქვენ შემოსასვლელში რომ გაჩვენეთ, вот стамбу я показываю, станок, где печатались газеты, подпольные, листовки, прокламации. აი აქ იბეჭდებოდა გრადუსნიკია, ნახე. რევოლუციის დრონდელი. რევოლუციას რო ამზადებდნენ, დღეს არის 3 ოქტომბერი 20-25 წელია და აი მე და ჩემი მეუღლე გვაინტერესებდა ძალიან და ნახეთ როგორ არის ეს ყველაფერი, აი ზემოთ ეს ის არის ხრელი რო გაჩვენეთ. ეს მე მგონი მომდევნო წლებშია გაკეთებული. ეს სივრცე საჰაეროთ აი ეს არის სტამბის დანადგარი. აი აქედან გამოდიოდნენ, აი ამ ჭიდან, აი ნახეთ, ჭიდან რო ჩამოდიოდნენ და მე აი აქ ძრებოდნენ მუხლის შოქებზე შემოდიოდნენ. მე ახლა შევეცდები რომ შევიდე. აი ნახეთ,
Мы заходим в колодец, чаще შემოვდივარ. მეგობრებო, აი ჭაში. აი ნახეთ. ზემოდან რო გაჩვენეთ ეს ის არის. აი ნახეთ წყალი, ისე იმდროინდელი წყალი. აი ნახეთ. Вот. На 15 метре, მე 15 მეტრზეა ეს გაკეთებული. აი ეს არის ჭა. სიღრმეში აი ნახეთ. აი ეს არის ჭა. აი ეს გვირაბი მეგობრებო, ნახეთ. ამ გვირაბში ვზივარ ახლა მე. აი ამ გვირაბით გამოდიოდნენ. Через этот туннель проходили. Абერეშ ჭა მეგობრებო. და ზევიდან რო გაჩვენეთ 15 მეტრზე ვართ ჩამოსულები. აგერ აი ესე ჩამოდიოდნენ, ქვემოთ წყალია და აი აქ შემოდიოდნენ, სადაც მე ვდგევარ ახლა. და აქ იყო უკვე სტამბა. აი ესე გამოდიოდნენ. შენს რევოლუციონერებით გამოდიხარ. აი ესე გამოდიოდნენ და აი ესე და აი ბეჭდავდნენ აი ინფორმაციებს. შესანიშნავია. წავედით ახლა. მოკლედ აი ესეთი სტამბა გაჩვენეთ. Мы показали вам стамбу старую до революции времен. Ესეთი დავამთხვიეთ დღევანდელ დღეს, დიდი მადლობა ყურადღებისთვის მეგობრებო. უყურეთ შემარხს, ლადოს ახს უყურეთ. მე წილად ვარეკლამებ შემარხზე უძრავ ქონებას, მაგრამ თავისუფალ დროს თუ რამე საინტერესო ხდება და ხედა და მხდება და მაინტერესებს, მაგასაც ვიღებ და ჩემთან ერთად თქვენს გაჩვენებთ ხოლმე აი ესეთ თემებს. აი ესეთი ვიდეო გაჩვენეთ სახლ-მუზეუმიდან,ავლაბრის სახლ-მუზეუმი სტალინის დროინდელი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. არ დაიზარდოთ, გთხოვთ გამოიწერეთ ჩემი არხი. მომავალ ვიდეომდე გემშვიდობებით. До новых встреч. Просьба подписаться на канал Ладос Архи.